ყველას მოგესალმებით გრიმუარის არხზე. დღევანდელი საუბრის თემა გახლავთ პირადი ცხოვრების პრობლემები. შემთხვევები, როდესაც ადამიანები ვერ პოულობენ პარტნიორს, ვერ აწყობენ პირად ცხოვრებას, როდესაც ქალსა თუ მამაკაცს გაურბიან სასურველი პარტნიორები. ან როგორც ვიდეოს სათაურში მიწერია ცოტა ინტრიგნულად, რატომ გაგირბიან კაცები, ან რატომ გაგირბიან ქალები. ეს ეხება რა თქმა უნდა ქალბატონებსაც და მამაკაცებსაც დიდად არ აქვს მნიშვნელობა. ვიზე იქნება საუბარი, ორივეგან მსგავსი მექანიზმი მოქმედებს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ პირადად ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ უფრო ხშირი ეს პრობლემა არის ქალბატონებსა და გოგოებთან, ვიდრე მამაკაცებთან. თუმცა მამაკაცებიც უფრო ნაკლები მიმართავენ ხოლმე სტატისტიკურად ფსიქოლოგებსა და ეზოთერიკოსებს, ამიტომ ძნელია ამორის სრულფასოვნად ერთმანეთთან შედარება. ყოველი შემთხვევისთვის, ვინაიდან ძირითადად ეს პრობლემა აწუხებთ ხოლმე უფრო ქალბატონებს და მომართვიანობაც უფრო მეტად მათი მხრიდან არის, მე ვისაუბრებ ქალბატონების მაგალითზე, ამიტომ მამაკაცებმა უბრალოდ ეს ინფორმაცია განავრცეთ და პირობითად სადაც ვსაუბრობ მამაკაც პარტნიორზე, მოარგეთ ეს ყველაფერი საპირისპირო შემთხვევას, თქვენს შემთხვევას. მაშინ მოდით დავიწყოთ იმის განსაზღვრით, თუ როდის შეიძლება რომ ჩავთვალოთ, რომ გაქვთ პირად ცხოვრებაში პრობლემა. მაგალითად, თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც იმყოფება ემიგრაციაში, მუშაობს 24 საათიან სამსახურში, არ იცის უცხოენა და არ უნდა უცხოელი პარტნიორის გაჩენა ამასთანავე, თქვენ პრობლემა პირად ცხოვრებაში არ გაქვთ. თქვენ უბრალოდ არ გაქვთ სათანადო გარემო. ძალიან ბევრია ესეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები ცხოვრობენ ისეთ ადგილზე, სადაც ძნელია პარტნიორის პოვნა, ან არიან ისეთ სამსახურში, რომლის გამოც ფიზიკურად ვერ ექნებათ ვერანაირი პირადი ცხოვრება. თუ კი თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც იმყოფება მსგავს გარემოში, ან უბრალოდ ხართ ადამიანი, რომელიც არ ეძებს პარტნიორს, არც ონლაინ საიტებზეა დარეგისტრირებული, არც სოციალური ქსელი აქვს, ტელეფონით სადღაც ჭაში აქვს ჩაგდებული, არც გარეთ გადიხარ, არც წრეებზე ხარ ჩაწერილი. მოკლედ რო თქვა, თუ კი შენი სოციალური ინტერაქციები არის ისეთივე, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად სოციალური ინტერაქციები ანტარქტიდაზე, მაშინ გილოცავთ თქვენ პირად ცხოვრებაში არ გაქვთ პრობლემები, თქვენ ან უბრალოდ გეზარებათ ადამიანებთან ურთიერთობა, ან ეს უბრალოდ არ გიცდიათ და გგონიათ, რომ გაქვთ პრობლემები. მაგრამ თუ კი თქვენ ხართ სოციალური ადამიანი, თუ კი ცდილობთ პირადი ცხოვრების აწყობას, თქვენი ცხოვრების მეგზურის თუ ინტიმური პარტნიორის პოვნას და ეს მაინც არ გამოგდით, მიუხედავად ყველანაირი მცდელობებისა, ამ შემთხვევაში სწორ ადგილზე ხართ და ესე იგი ამ ვიდეოს მოსმენა მართლაც გჭირდებათ. ნახეთ როგორ რაღაცაა ძალიან ბევრ ადამიანთან ვაწყდებით ესეთ პრობლემებს და პირადად მე ვისმენ კონსულტაციებზე, რომ ისინი ცდილობენ ადამიანების გაცნობას შეხვდებიან მათ, აემანი ექნებათ, საღამოს გაატარებენ ერთად. შეიძლება გარკვეული ურთიერთობაც კი აწყონ, მაგალითად, მცირე რომანი, ან კავშირი ერთმანეთთან შეიძლება ესეთ შეყვარებულობის ფაზაში შევიდნენ, მაგრამ უეცრად ეს ურთიერთობები ინგრევა. თითქოს უხილავი ძალა რაღაც გზით მათ ცხოვრებას ისე ალაგებს, რომ ეს ადამიანები მათი ცხოვრებიდან ქრებიან. პირობითად გოგონამ გაიცნო პირველი მამაკაცი, მასთან ერთად ერთი თვე იყო და ეს მამაკაცი უგზო-უკლოდ დაიკარგა. მეორე თვეში გაიცნო სხვა მამაკაცი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, იდეალურად ცდილობდა, რომ წინა ურთიერთობების შეცდომები აღარ გაემეორებინა და ეს მამაკაცი მოულოდნელად მას დაშორდა. და უთხრა, რომ არ იცის რატო შორდება, მაგრამ ისინი ვეღარ იქნებიან ერთად. ან როდესაც მაგალითად ჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომელთან ერთადაც ყოფნა ხდება შეუძლებელი, მაგალითად როგორიც შეიძლება იყოს დისტანციური ურთიერთობა, როგორც შეიძლება იყოს პარტნიორი, რომელსაც აღმოაჩნდება ცოლი, ქმარი ან რაიმე მსგავსი ტვირთი, ესე რომ ვთქვა, ზურგზე ჩამოკიდებული და აღმოჩნდება, რომ ისინი თურმე ამ ურთიერთობაში სრულფასოვნად ვერ შემოდიან და უბრალოდ არიან შენთან სანახევროდ. ეს შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც ჩნდებიან მხოლოდ ასაკში მკაფიო სხვაობის მქონე პარტნიორები, მაგალითად თქვენზე ბევრად უფროსი ან ბევრად უმცროსი პარტნიორები და ვერაფრით გამოჩნდეთ თქვენი ტოლი და სწორი. ან როდესაც მაგალითად ჩნდებიან ისეთი ადამიანები, ვინც ვერადავერ დაადგა ურთიერთობას საშველი, არც სახელს არ ქმნავს მას, არც მიმართულებას აძლევს. ერთ სიტყვით რაღაც უგზო, უკლო, უკურსო, მიმართულებო ურთიერთობა ყალიბდება. მარტივად რო ვთქვათ, ყველა ამ ადამიანს აერთიანებს ერთი რამ. მათთან ურთიერთობა არის შეუძლებელი. შეიძლება მათთან ერთად იყოთ დროებით, თუმცა ერთად გარანტირებულად ყოფნა ნამდვილად არ ჩანს და არ იკითხება არც ტაროს გაშლებში როგორც წესი და არც ჰორიზონტზე. მაშსადამე, რასთან გვაქვს შეხება?
რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ვერ იქნება იდენტური, საბოლოო ჯამში ნებისმიერ პრობლემას სჭირდება მაინც დიაგნოსტირება, იმისთვის რომ დავადგინოთ რა არის თქვენი მიზეზი, კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში რა იწვევს პრობლემას. ამისათვის უნდა მომმართოთ და ჩაეწეროთ კონსულტაციაზე, სადაც ან ტაროს სესიას გაევლით, ან ენერგეტიკულ დიაგნოსტიკას და ყველაფერი გაირკვევა. თუმცა, დღეს ვისაუბრებ გავრცელებულ პრობლემებზე და მათ გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ, ესე ვთქვათ, მიზეზებზე, რომელიც შესაძლოა ყველასათვის იდენტური არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასე ვთქვათ, კარგი საზრდო იქნება თქვენი გონებისათვის და როგორც მინიმუმ დაგაფიქრებთ ეს ინფორმაცია რაღაცებზე. მაშ სადამე. პირველი და უმთავრესი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი ან ვერ იზიდავს სათანადო პარტნიორს საერთოდ, ანუ ფიზიკურად ვერ მოდიან მასთან ნორმალური ადამიანები და მეორე კატეგორია პრობლემების არის, როდესაც ასეთი ადამიანები კი მოდიან, მაგრამ რაღაც მიზეზით თითქოს ფრთხებიან და გაგვირბიან. მასშტაბად ძირითადად ამ ყველაფერს იწვევს გარკვეული სახის ფსიქოემოციური ბლოკები, რომელიც ადამიანში რაღაც მიზეზით ჩამოყალიბდა. მაგალითად, გოგონას შემთხვევაში ეს შესაძლოა იყოს უარყოფითი მამაკაცის როლური მოდელი, როგორიც არის უპირველეს ყოვლისა მამამისი, ანუ თუ როგორი მამა იყო ის, როგორ ეპყრობოდა ის დედას, როგორი ურთიერთობა ჰქონდა დედმამას, რამდენად ბედნიერი ქალი იყო დედა ურთიერთობაში, როგორი სექსუალური კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან, როგორ უგებდნენ ემოციურად, როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იყო, ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში იბეჭდება და სადღაც ჩვენი ფსიქიკის სიღრმეებში ინახება. იმ სიღრმეებში, რასაც ფსიქოლოგები უწოდებთ ხოლმე ქვეცნობიერსა და არაცნობიერს. თუ დაუშვათ გოგონას ყავდა მამა, რომელიც არის უარყოფითი როლური მოდელი, ანუ ის ვერ აკმაყოფილებს მამაკაცისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს, იმის ნაცვლად რომ მამა გახდეს მისთვის სამაგალითო მამაკაცი, ის ხდება, მოდით ესე ვთქვათ, ანტიგმირი, პირიქით, ბოროტმოქმედი მისი ფსიქიკისათვის. შეიძლება ძალიან კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ ნახეთ, თუ კი ის კარგი მეგობარია, ან კარგი პიროვნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის კარგი ქმარია, რომ ის კარგი მამაა, იმიტომ რომ იქ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები. მამაკაცისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აუცილებელი კრიტერიუმი ეს არის დაცულობა და დაცვა. მამაკაცს უნდა შეეძლოს ოჯახის დაცვა, რაც გულისხმობს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის მართვას უპირველეს ყოვლისა, რაც გულისხმობს ოჯახის უსაფრთხოების მართვას აგრეთვე. თუ კი მამა თვითონ არის სტრესის შემომტანი, თუ კი მამა თვითონ არის, ესე ვთქვათ, გაღიზიანების შფოთვის შემომტანი, ამ შემთხვევაში თუ კი ის ძალადობს მით უმეტეს ემოციურად, ან უკიდურეს შემთხვევებში ფიზიკურად, რა თქმა უნდა, ის წარმოადგენს უარყოფით როლურ მოდელს. თუმცა უარყოფითი მოდელი შეიძლება ჩამოყალიბდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი მამა არის მეტნაკლებად ნორმალური, მაგრამ თუ კი დედას აქვს მისდამი უარყოფითი ემოციური დამოკიდებულება, მაგალითად, თუ კი მათი ოჯახი შეიქმნა სიყვარულის გარეშე, ძალადობრივად, იძულებით, გარიგებით და ასე შემდეგ. ასე რომ საკითხი არის ძალიან კომპლექსური, ძალიან ძნელია რომ ეხლა ყველა დეტალი განვიხილოთ, რაღაცები უეჭველად გამომრჩება, თუმცა ძირითადი იდეა დარწმუნებული ვარ თქვენთვის არის გასაგები. მოკლედ, თუ კი მამის მოდელი მოიკოჭლებდა, გოგონას უკვე ავტომატურად აქვს გარკვეული სახის დაღი ფსიქიკაში, რომელიც ავტომატურად, ასე ვთქვათ, განაზოგადებს ამ ინფორმაციას და ავრცობს მას აბსოლუტურად ყველა მამაკაცზე. რატომ? მამა არის პირველი მამაკაცი, რომელსაც ის ხვდება ცხოვრებაში. ხომ შესაბამისად, მამა არის განსახიერება იმის და მოდელი თუ რა არის მამრობითი სქესი ზოგადად. შესაბამისად, ის ქვეცნობიერად არჩევს ან მამამისისნაირ ქმარს, ან პირიქით მამამისის აბსოლუტურად საწინააღმდეგო მახასიათებლების ქმარს. მაგალითად, ამავე მიზეზით საკმაოდ ხშირია, რომ გოგონები, ვისაც თქვათ, რთული ან უარყოფითი ურთიერთობა ჰქონდათ მამასთან, არჩევენ ხოლმე უცხოელ პარტნიორს, რომელიც ბჭყალებს შევთქვათ, მამას საერთოდ არ გავს არაფრით. და პირიქით, შემთხვევებში, როდესაც თქვათ, გოგონას ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა მამასთან, როდესაც მამა მოწოდების სიმაღლეზე იყო, მათ შეიძლება თითქმის მისი მსგავსი პარტნიორიც კი შეარჩიონ და ყოფილა შემთხვევებში, როდესაც პარტნიორი
ვიზუალურადაც კი გავდა მამას, ან იმავე პროფესიას, ან მსგავს ხასიათს იზიარებდა და ასე შემდეგ. ბევრი ადამიანი ახლა ამას არასწორად გაიგებს, წავა იქ ფროიდიანული თეორიების განხილვა უარყოფით ჭრილში, მაგრამ ნახეთ, ეს არ ნიშნავს რაღაცა საძაგელს, ცუდსა და გარყვნილს. არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პიროვნებას აქვს ლტოლვა მშობლისადმი. არანაირად, უბრალოდ მშობელი არის თქვენთვის მაგალითი იმის თუ რა არის ქალი და რა არის კაცი ზოგადად. მაგალითად, ბიჭების შემთხვევაში, თუ კი დედა იყო ცივი, უგულო, თუ კი ის მას ცუდად ექცეოდა, მას შეიძლება ქალებისადმი ჩამოუყალიბდეს უარყოფითი დამოკიდებულება. სწორედ ამ მიზეზით არის, რომ საქართველოში ხშირია ქალებზე ძალადობა, იმ ბიჭების დედებითაა გამოწვეული. სწორედ ამ მიზეზით არის, რომ მამაკაცების ძალიან დიდ ნაწილს აქვს დედის კომპლექსი. შესაბამისად უყალიბდებათ ისეთი მიდრეკილებები, როგორიც არის სექსიზმი, აუტანლობა საპირისპიროს შიში ქალების საერთოდაც, უნდობლობა მათ მიმართ. ისეთი სტერეოტიპები თითქოს ის ქალი მას გამოიყენებს, ცუდად მოექცევა და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ დედა, რომელიც უნდა ყოფილიყო ასე ვთქვათ, უსაფრთხოების, სანდოობის, უპირობობისა და ასე ვთქვათ, სრული ხელგაშლილობისა და სიყვარულის ქვაკუთხედი ამ ადამიანისთვის იყო პირიქით, სიცივის წყარო და უნდობლობის წყარო. ხვდებით ხო, რაზეც ალაპარაკი, ანუ ეს ფაქტობრივად არის ემოციური ტრავმები. მაშასადამე, თუ კი გოგოსთან მამა ასეთ უარყოფით როლში იმყოფება, მას უკვე ავტომატურად არ გააჩნია საერთოდ როლური მოდელი მამაკაცის და ფიზიკურად მისმა ფსიქიკამ არ იცის როგორი მამაკაცი უნდა შეარჩიოს, ან არის უკვე გარკვეული ბლოკები. უკიდურეს შემთხვევაში ყალიბდება ისეთი ბლოკები, რომელიც მას ეუბნება, რომ კაცი არის ზოგადად ცუდი, რომ კაციგან ურჩევლად ყველაფრისა არის ბოროტი ცუდი საშინელი არსება და მას არ უნდა გაეკაროს საერთოდ. ეს რა თქმა უნდა ხდება უკიდურესად მძაფრ შემთხვევებში, ან თუ კი ვეხებით ძალიან სენსიტიურ პიროვნებას. იმიტომ რომ ყველას ფსიქიკა არ არის მსგავსი, იდენტური და თანაბარი. ვიღაცა მეტად ამტანია, ვიღაცისთვის პატარა მოვლენაც კი შეიძლება იყოს მატრამირებელი. და მეორე ეტაპი უკვე არის, რა თქმა უნდა, პიროვნების უშუალო გამოცდილებები საპირისპირო სქესთან. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს პირველი სიყვარული, პირველი ოჯახი და ასე შემდეგ. თუ კი დაუშვათ ადამიანის ცხოვრებაში იმის ნაცვლად, რომ გამოჩენილიყო დადებითი გამოცდილება, მაინც და მაინც დაემთხვა ისე, რომ ის პირველი პარტნიორით შეხვდა ვიღაც გარეწარი და მანიპულატორი და ასე შემდეგ, ჩავთვალოთ, რომ იმ ტრავმას ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად აუარესებს. ეს იგივეა მაგალითად, რომ გქონდეს ჭრილობა და ვიღაც მოგვარდეს და გაგიხსნას ესი არა და ეხლა უკვე სისხლისგან იცლები, ან რომ ლურსმნის ამოღების ნაცვლად ის კიდევ უფრო ღრმად ჩააჭედონ ფიცარში. შესაბამისად, ხდება როგორი რაღაც ამ ყველაფრის შედეგად. ვიმეორებ, ქალზეც ვრცელდება ეს და მამაკაცზეც. ენერგეტიკა, უბრალოდ პირველ რიგში ჩვენი ქვეცნობიერი და არაცნობიერი იწყებს თავდაცვას, რადგან მისთვის უკვე სიყვარული, ურთიერთობა, საპირისპირო სქესი აღიქმება არა რაღაც სასიამოვნო და დადებითად, არამედ საფრთხედ. შესაბამისად ის ამბობს, რომ სიყვარულს, რომელსაც შეიძლება პოტენციურად მოყვეს ტკივილი, მირჩევნია, რომ სიყვარული საერთოდ არ მქონდეს. შესაბამისად არც მეტკინება. და აქტიურდება ის, რასაც მივუწოდებ თავდაცვით მექანიზმს. აქ უკვე ფსიქიკის აი ამ პროგრამისა და ბრძანების შედეგად აქტიურდება ადამიანის ენერგეტიკა. ენერგეტიკა კი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ვეხებით ადამიანებს და ერთმანეთს ვიცნობთ და გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა. მაგალითად, აი რამდენი იუთუბერია ხო დედამიწაზე, ან რამდენი ფსიქოლოგი, რამდენი ტაროლოგი შეიძლება იყოს, კი შეიძლება ძალიან ბევრი არა ვართ, მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრია, ხო, მით უმეტეს დღესდღეობით. აი რატომ ისმენთ ეხლა ამ წუთში მაინც და მაინც მე? კიდე 1000 ადამიანი ლაპარაკობს ხო ამ თემზე, რაღა მაინც და მაინც მე. ალბათ იმიტომ რომ მოგწონთ ჩემი ენერგეტიკა, ხომ რაღაცა მიგიზიდათ, შეიძლება ჩემს ხმაში გამოიჭირეთ რაღაცა ნაცნობი, რაღაც სასიამოვნო, რაღაც სანდო, ხო თქვენთვის. რატოა რომ ადამიანებს მოგწონს და გვიზიდავს ერთმანეთი, ხო? იმიტომ რომ ამ ყველაფერს ასხივებს ჩვენი ენერგეტიკა. აი რამდენი შემთხვევა გახსენდებათ ისეთი, როდესაც მაგალითად ჰოლივუდის მსახიობი ან ცნობილი მოდელი, რომელსაც აქვს იდეალური პროპორციები, ანუ გამოიყურება ლამის ოლიმპოს ღმერთივით, არ არის რა მიმზიდველი, არ მოგწონს, არ გიზიდავს და ვიღაცა ტიპი ჩვეულებრივი ქუჩაში გამვლელი ან სანტექნიკოსი ან არ ვიცი, თუნდაც იგივე მსახიობი ოღონდ ნაკლებად დადებითი გარეგნობის მატარებელი უფრო შეუხედავი, შეიძლება ბევრად მიმზიდველი იყოს.
აი არიან ადამიანები მაგალითად ვინც არც გიждდება მაინც და მაინც ძალიან ალენდელონზე, მაგრამ გიждდებოდნენ ბელმონდოზე. როგორ შეიძლება მოგეწონოს ესეთი სტანდარტებით ჟან-პოლ ბელმონდო, ხო, რომელსაც ჰქონდა ეს ვთქვათ არც ისე სასიამოვნო გარეგნობა. მიუხედავად იმისა, რომ ითვლება ზოგადად ხშირად რომ მამაკაცში არც ისე მნიშვნელოვანია გარეგნობა, მაინც რა არ ქონდა სასიამოვნო გარეგნობა, მოდით ვაღიაროთ. ცუდად გამოიყურებდა, მაგრამ ხალხი გიждდებოდა მასზე. გიждდებოდა რატომ? იმიტომ რომ ასხივებდა დადებით თაურას, იმიტომ რომ ქონდა ის, რასაც ჩვენ უწოდებთ ქარიზმას. და რა არის ქარიზმა თუ არა ენერგეტიკა, ხო, იმიტომ რომ ის არ ჩანს, მას ხელით ვერ შეეხები, ვერ აწონი, ვერ გაზომავ. მათ შესაძამე გამოდის, რომ ჩვენ ადამიანებს მოგწონს ერთმანეთი არა მარტო გარეგნულად, არამედ მოგწონს ერთმანეთის მუხტი და ენერგეტიკა. რაც ვრცელდება ნებისმიერი სახის ურთიერთობებზე, სოციალურ ინტერაქციებზე, იქნება ეს სასიყვარულო, ინტიმური, რომანტიული, მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობები, ან თუნდაც პოლიტიკა. პოლიტიკოსიც ადამიანს შეიძლება იზიდავდეს იმ აურის გამო. იხიბლებიან ადამიანები ზოგადად ესეთი ქარიზმატული ადამიანებით და მაგიტო. ეხლა რა ხდება? როდესაც ადამიანის ფსიქიკა გადადის თავდაცვით რეჟიმში, ენერგეტიკაში, როდესაც აქტიურდება ეს თავდაცვის მექანიზმი, ხდება როგორი რაღაც. იმის ნაცვლად, რომ ჩვენმა ენერგეტიკამ გარეთ გამოასხიოს დადებითი რაღაცები, დადებითი მუხტი, მოიზიდოს ადამიანები, წარმოიდგინეთ, რომ ის ისხავს, ეკლებს, წვეტებს, ხდება შხამიანი, უსიამოვნო, აი თითქოს მასთან შეხების შედეგად ესეთი ელექტროიმპულსი გირთყავს, ელექტროშოკს ღებულობ პატარას და განერიდები რა მე იმ ადამიანს. აი არიან მაგალითად ესეთი ძალიან საინტერესო ცხოველები, ზოგადად პატარა ესეთ გადახვევას გავაკეთებ სიტყვიერს. ყოველთვის, როდესაც რაღაცის ახსნას ეხება ხოლმე საქმე, ან რაღაც ძალიან ისეთ ღრმა, სპირიტუალურ და სულიერს, პასუხს პოულობ ხოლმე ბუნებაში. და აქ მოქმედებს ცნობილი ესეთი ჰერმეტული პრინციპი, რაც არის ზემოთ, იგივე არის ქვემოთ, ხომ? ანუ ანალოგია არის ყველაფერი საბოლოო ცხოვრებაში. აი ადამიანს თუ კი გინდა რომ შენი თავისა და ბუნების შესახებ გაიგო რაღაცები, ალბათ საუკეთესოდ შეიძლება გააკეთო არის რომ დააკვირდე ბუნებას. მაგალითად უყურო დოკუმენტურ გადაცემას ცხოველთა სამყაროზე. ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ აქედან მართლა. ეს კი არა, აი თუნდაც რომ გავიხსენოთ ძველი აღთქმიდან იობის წიგნი, სადაც იობი ძალიან დიდ გასაჭირში ჩავარდება, ძალიან დიდი უბედურება დაატყდება თავს. აქაც ჩვენ გაგვახსენდება ხო მისი მეგობრების იქ ელიფაზის, ბილდადის სიტყვები და ნუ თვითონ ღმერთის სიტყვები ხო, სადაც ისინი საუბრობენ სხვადასხვა ცხოველების შესახებ. ერთი შეხედვით იობის წიგნში საუბარი ცხოველებზე მოგეჩვენება ძალიან ისეთი რა, უაზრო და რანდომული, მაგრამ თუ დაუფიქრდები, ამაში მართლა დიდი სიბრძნე დევს. და რატო ამბობ ამას? ცხოველთა სამყაროს დაკვირვებით ძალიან ხშირად შეიძლება ადამიანმა იპოვა პასუხი არა უბრალოდ ცხოველებზე, თქვათ აფთრებზე, გველებზე, ხვლიკებზე ან მოზვერებზე, არამედ საკუთარ თავზე. და ერთ-ერთი ესეთი საინტერესო ცხოველი გახლავთ ხვლიკი, სახელი აღარ მახსოვს, არ მოვიტყვები, ინგლისურად ქვია მაგალითად frilled neck lizard. ქართულად არ მახსოვს როგორ ქვია, მაგრამ ესეთი ხვლიკია, რომელიც მტაცებლის დანახვისას ან საფრთხის დანახვისას ზოგადად კისერს ბერავს და ესე უდიდდება კისერი და რაღაც პირს აღებს და ჭყიპინებს, ცუთხმებს გამოსცემს და ასე შემდეგ. ანუ ხდება როგორი რაღაც ცხოველებს ამ შემთხვევაში აქვთ ესეთი თავდაცვითი მექანიზმი და ისინი ჩვენ ფაქტობრივად ამ თავდაცვითი მექანიზმის მეშვეობით გვიგერიებენ, გვაშინებენ. აი არის მაგალითად ესეთი ძალიან საინტერესო ფენომენი, აპოსემატიზმი ეწოდება. ეს არის ფენომენი, როდესაც გარკვეულ ცხოველებს, მაგალითად ბაყაყებს უყალიბდებათ გამაფრთხილებელი შეფერილობა. აი ყველამ ვიცით ის ცნობილი პაწაწინა ბაყაყი ამაზონის ჯუნგლებიდან, ხო, რომელიც არის ძალიან ძალიან ჭრელი და იმ მძაფრი ფერი აქვს, ხომ? რატომ აქვს? კი ჩვენთვის ადამიანებისათვის ეს აღიქმება როგორც კიდევ ერთი დედაბუნების ოინი და უცნაურობა, მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ფუნქცია. ეს არის გამაფრთხილებელი შეფერილობა და გამაფრთხილებელი ჟესტები ამ ცხოველების მხრიდან, ხო, რომელთაც ისინი გვაშინებენ, გვეუბნებიან, რომ არ გამეკარო, შხამიანი ვარ, მომშორდი, ეკლები მაქვს, ნახევ, ჩხავი, ყვირი, გავიბერე, გავწითლდი, ეკლები გამოვისხი, ხომ? რატომ? იმიტომ რომ ყველა ცხოველს რეალურად არ შეუძლია თავდაცვა. პირობითად ის ხვლიკი და ლომი რომ დავატაკოთ ერთმანეთს, ცხადზე ცხადია რომ
გამარჯვებული იქნება ლომი. ამიტომ თუ კი ღმერთმა ერთი ცხოველი დაასაჩუქრა ძლიერი კუნთებითა და ეშვებით, მეორეს ის არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ მეორემ ჩამოიყალიბა ესეთი გამაფრთხილებელი თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც გააჩნია ადამიანსაც და ზუსტად ეს ხდება ადამიანის ენერგეტიკაში ზემოხსენებულ შემთხვევებში. ჩვენ ვისხავთ აი ამ ეკლებს, გამაფრთხილებელ შეფერილობას და ერთმანეთს ვჩხვლეთ. მაგალითად, როდესაც გოგონასთან მოახლოვდება მამაკაცი, მისი ენერგეტიკული ველი იკვეთება მეორე ადამიანთან, ხო, ჩვენ ფაქტობრივად ესე ორი დიდი მოსიარული ენერგიის ბუშტი ვართ. როდესაც ვხვდებით ერთმანეთს ადამიანები, ეს ბუშტები ერთმანეთთან შედიან კონტაქტში. თუ კონტაქტი დადებითია, ეს არის ის, რასაც უწოდებთ ხოლმე ქიმიას. შედგა რა, ჩვენი ენერგეტიკა ერთმანეთს მოხდა საინტერესო ქიმია და მივიღეთ კარგი პროდუქტი, ამ შემთხვევაში დადებითი ურთიერთობა, მაგრამ თუ კი ეს ქიმია ვერ შედგება და გამოვა უარყოფითი კონტაქტი, მოხდება ის, რაც ვახსენე ზემოთ. პირველი ადამიანის ენერგეტიკა უჩხვლეთს მეორე ადამიანს შეაშინებს, გამაფრთხილებელ იმპულსს აგზავნის, რომ მომშორდი. არ გამეკარო, იმიტომ რომ მე მეშინია შენი, იმიტომ რომ მე ვერ გენდობი, მგონია რომ რაღაცას მათკენ რომ მტაცებელი ხარ, ამიტომ რაღაცნაირად უნდა დავიცვა თავი. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, ყველა მამაკაცი თუ ქალბატონი არ არის სათანადოდ გაცნობიერებული ამ საკითხებში და რომც იყოს კონკრეტულ მომენტში ძნელია მიხვდე, რატო გაგიჩნდა პიროვნებასთან დისკომფორტი, რატომ გაგიჩნდა მისდამი უეცრად ესეთი უარყოფითი დამოკიდებულება, რატომ გაგაღიზიან ამ ადამიანმა თუნდაც ან შეგაშინა, მაგრამ გიჩნდება ესეთი აუხსნელი გაუცნობიერებელი შეგრძნებები და მას ჩორდები. მაგალითად ზოგ ადამიანს უჩნდება ესეთი შინაგანი ხმა, რომელიც ეუბნება რომ გაანებე რა, არ არის ეს შენი ადამიანი მოშორდი. და ზუსტად აი ამის შედეგად ისინი მერე გარბიან ისე თითქოს თქვენი შეეშინდათ. იგივე შეიძლება გავრცელდეს მეგობრებზეც, თუმცა ნახეთ როგორი რაღაცა მეგობრობა მაინც არ არის იმდენად სენსიტიური კავშირი, როგორიც არის რა თქმა უნდა სიყვარული, ხომ? მეორეს შემთხვევაში ტკივილი გაცილებით დიდია დანაკარგისა და იმედგაცრუების შემთხვევაში, ვიდრე ვიღაც კლასელთან, კურსელთან, მეგობართან, დაქალთან, ახლობელთან და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე ამ ტიპის ურთიერთობებში როგორც წესი, ცოტა უფრო მალე ირღვევა ეს ბარიერი და უფრო მარტივადაც. და მაგალითად შემდგომ ვხედავთ ესეთ შემთხვევებს, რომ ადამიანები დაახლოვდებიან და მეორე ადამიანი ეტყვის ხოლმე პირველს, რომ უი, რა სხვანაირი აღმოჩნდი? მე მაგალითად სხვანაირი მეგონა, რომ უფრო უხეში იყავი, ან უფრო ცივი, ან ამპარტავანი, ანუ პიროვნება ასხივებს არასწორ იმიჯს. პიროვნება ასხივებს არასწორ ხატს მისი თავის და ფაქტობრივად ცუდად წარმოაჩენს თავს. ამიტომ შეიძლება საზოგადოებაში ხშირად დავინახოთ ადამიანები, რომლებიც გვეჩვენებიან უხეში, ცივი, საშიში, აგრესიული და ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში იყოს უბრალოდ ნიღაბი და თავდაცვა, იმიტომ რომ იმ ადამიანს რეალურად თქვენი ეშინია. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ უბრალოდ ვგრძნობთ საფრთხეს, იმიტომ რომ ადამიანი მართლა ნეგატიურია, მაგრამ პირველი შემთხვევებით საკმაოდ ხშირია. ასე რომ თუ კი ხვდებით ასეთ პრობლემას თქვენ ან თუ კი მას ხვდება თქვენი ახლობელი, რომ ესე უეცრად გარბიან პარტნიორები და იკარგებიან, ძალიან დიდი ალბათობით გაქვთ შინაგანად მიუღებლობა სიყვარულის, შინაგანად არ ხართ მზად ამ ყველაფრისათვის და თქვენ დაუნებლიეთ სრულიად შემთხვევით ხდებით მათთვის არა მიმზიდველი და უფრო მეტიც საშიში. რაც არის თქვენი თავდაცვითი მექანიზმი და ძალიან ბუნებრივია. გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ დამუშავდეს ის ფსიქოემოციური პრობლემა, რომელიც იწვევს ამ დაუცველობის განცდასა და შიშს, მოშუშდეს ის იარები, რომელიც გვაქვს და რომ მოხდეს მუშაობა ენერგეტიკის დაცვაზეც ამასთანავე იმისათვის, რომ ყველაფერი მუშაობდეს ისე, როგორც წესიდარიგია და ემორჩილებოდეს მეტნაკლებად თქვენს ბრძანებასაც და არ იყოს უბრალოდ ესე თავის გემოზე მიშვებული, რომ ადამიანები მერე დააშინოს. პრობლემა სავსებით გამოსწორებადია, თუმცა ნახეთ როგორი რაღაცა, აი ბევრი ადამიანი აქ უშვებს ხოლმე შეცდომას და გონიათ, რომ რახან ესეთი პრობლემა მაქვს, მაშინ მე ხლა რაღაც სასიყვარულო მაგიით უნდა დავკავდი, ან შეელოცვა უნდა წაკითხო. შეელოცვები ამას არ შველის. ერთადერთი რასაც უბრალოდ რაც ამას შველის, არის მუშაობა საკუთარ თავზე, რაც შეიძლება მოიაზრებდეს ფსიქოლოგიურ, თერაპიულ სამუშაოებს, რაც შეიძლება გულისხმობდეს უპირველეს ყოვლისა რაღაცებზე დაფიქრებას, ამ ყველაფრის გაცნობიერებას, ინფორმაციის მოძიებას და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა არის დაკავშირებული გარკვეულ დროსთან, ერთ დღეში არ ხდება მსგავსი იარების მოშუშება, თუმცა სავსებით შესაძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება და თუ მონდომებული ხართ და თუ კი ეს პრობლემა რეალურად გაწუხებთ, მაშინ აუცილებლად ამ ყველაფერს შეძლებთ.
იმედი მაქვს ეს ვიდეო დაგეხმარებათ, მე კი გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას და თქვენი ტოლი და სწორი ადამიანების პოვნასა და გაჩენას ცხოვრებაში. დამიწერეთ კომენტარებში თუ კი გაქვთ რაიმე კითხვები, გამიზიარეთ თქვენი აზრი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. დროებით გემშვიდობებით, ნახვამდის.